გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რას გეუბნებათ თქვენი სული? რა არის მისი გზავნილი თქვენთვის? ასე ვთქვათ, თქვენი უმაღლესი მეს გზავნილი მომავლიდან თქვენთვის. იქნება ორი ვარიანტი, ამჯერად ორი დასტა. რა თქმა უნდა, მინერალებსაც დავიხმარ, რათა გაგიადვილდეთ ვარიანტების არჩევა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. დავიხმაროთ მინერალური ქვები იმისათვის, რათა უფრო ადვილად აირჩიოთ სათქვენო ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს მწვანე იასპი, თევზის სახით არის წარმოდგენილი ეს მინერალი დღეს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი მინერალი მალაქიტი. ორივე მწვანე ფერის არის. მეორე ვარიანტი დროებით გადავდოთ და დავიწყოთ მათთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მინერალი მწვანე იასპი. მარგოც გვიერთდება, მე მგონი, დღევანდელ გაშლაში. რა თქმა უნდა, ვარიანტების დაწყების დროს მივათითებ პირველი კომენტარის სახით. პირველი ვარიანტი, ვინ ხართ თქვენ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, თქვენი, ასე ვთქვათ, გადი. ჩემ მინერალებთან უნდა თამაში. გადი არ მეკარო. წადი. ჩემ ფესონია. თამაშის ხასიათზეა. წადი ითამაშე, გაერთე შენი სათამაშოებით. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ უძლიერესი ადამიანი, ამოვიდა ისეთი არკანი, რომელიც მეტყველებს, რომ თქვენ გაქვთ ფარული ძალა, ასე ვთქვათ, უდიდესი მაგნეტიზმი, მიზიდულობა, თქვენ გაქვთ ქარიზმა. შესაძლებელია ზოგჯერ თქვენ ადამიანებს აშინებთ თქვენი ენერგიით. თქვენი ენერგიით და არა თქვენი სიტყვებით ძვირფასებო. თქვენ გაქვთ რაღაც გავლენა, ასე ვთქვათ, რაც ერთდროულად მაგნიტივით იზიდავს ხალხს და ამავე დროს აშინებს კიდეც. დაახლოებით ასეთია თქვენი სიგნიფიკატორი. თქვენ ძალიან კარგი ხართ მატერიალურ საკითხებში, იქნება ეს სამსახური, ვთქვათ, პირადი ურთიერთობები, ყველაფერი, სადაც საჭიროა რაღაცის მიღწევა, მოპოვება, ბრძოლა. აი აქ ხართ შეუდარებელი. ასევე თქვენ ხართ აზარტული. ამიტომ ხართ კარგი ასეთ საკითხებში, იმიტომ რომ რაღაც საქმე როცა არის, ან თქვენ, ესე იგი, თქვენ როცა მოგინდებათ ხოლმე რაღაც სურვილით, რომ მიაღწიოთ რამეს აზარტში შედიხართ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და შემდეგ ამის ხარჯზე აღწევთ სასურველს. დაუშვათ დროშიც რო გაიწელოს რაიმე, თქვენ მაინც მიაღწევთ მიზანს. გაქვთ ამისი ნებისყოფა, რომ დაელოდოთ სასურველ მომენტს, ასე ვთქვათ. რაღაც მონადირის ინსტინქტი გაქვთ, ასე ვთქვათ, ძალიან ძლიერი, განვითარებული და მტაცებლის, ასე ვთქვათ, რაღაც ვაიბია, ასე ვთქვათ, მტაცებლური ინსტინქტი გაქვთ ძალიან ძლიერად განვითარებული. ვინც ამოიცანით თქვენი თავი, განაგრძეთ ძვირფასებო ნახვა. ვინც სრულიად სხვა პიროვნება ხართ, არ შეესაბამებით იმ ახსნას, რაც ვისაუბრე უკვე, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ნახეთ მეორე ვარიანტი, იქნებ რეზონირდეს თქვენთან, ან გადადით რაიმე თქვენთვის საყვარელ საქმიანობაზე. ჩვენ კი განვაგრძოთ, ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო. თქვენ რა პერიოდს გადიხართ ახლა ცხოვრებაში, რა ხდება ახლა თქვენს ირგვლივ, ასე ვთქვათ.
ესე იგი, თქვენ ამ მომენტში გაქვთ ფიქრები, რა ფიქრებიც, ასე ვთქვათ, უკავშირდება ძირითადად შიშს, რაღაც გაურკვეველი სახის შიშებია. წარმომავლობა აქვთ, რა თქმა უნდა, თუმცა რეალობა ის არის, რომ ამ შიშს ძალა აქვს დაკარგული. უფრო გადაქცეულია, ასე ვთქვათ, ძალა გამოცლილ შიშად. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აქ ისეთი კარტები ამოგივიდათ, რომ საკმაოდ ისეთი, ანუ რა ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში, ამ მომენტში გაგიკვირდებათ და ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. თქვენ ხართ საკმაოდ პროფესიონალი რაღაც საკითხში, კარგად გესმით რაღაც საკითხი, ასე ვთქვათ. ხასიათი აქ ჩანს ჯიუტი, ესე იგი თქვენ ვერავინ ვერ გაიძულებთ რაიმე გააკეთოთ, თუ კი თქვენ ეს არ გსურთ. თუმცა ამ მომენტში თავს იკავებთ მოქმედებებისგან, თავს იკავებთ ამ თქვენი ნიჭის გამომზეურებისგან. რატომღაც ასეთი სიტუაცია ჩანს, რომ ახლა თქვენ არ აქტიურობთ, მოდი ასე ვთქვათ ერთი სიტყვით. თითქოს უფრო გჭირდებათ, რომ ვინმე მოგცეთ ბიძგი გარედან. რატომღაც ინიციატივას არიჩენთ. გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ რაღაც პერიოდი შეჩერდეთ, ასე ვთქვათ. რაღაც ასე ჩანს ძვირფასებო. და უფრო მომავლისთვის გაქვთ გადადებილი, აი მერესთვის გააქტიურება, რომ აი მერე გავაქტიურდები, აი ამის შემდეგ გავაქტიურდები. დაუშვათ, აი რაღაც ამდაგვარი ფიქრებია, შესაძლებელია ქვეცნობიერად გაქვთ ეს ფიქრები. ამ მომენტში არ გსურთ არც ინიციატივის გამოჩენა, არც რაღაც ნაბიჯების გადადგმა. კარგით, მოდი ვნახოთ, რამ გამოიწვია ეს. ეს ძვირფასებო გამოიწვია ბრძოლამ, არჩევანის გაკეთებამ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი გააკეთეთ თქვენ ამის შემდეგ თითქოს ჩაიკეტეთ, თითქოს რაღაც ნოსტალგიაში ხართ, თითქოს რაღაც სტრესულ ფიქრებში ხართ, შეიძლება ეს იყოს სიზმრები, შეიძლება ეს იყოს შფოთი, შეიძლება ეს იყოს საკუთარ თავთან, რომ აი რამ სურს მე, გარკვევა საკუთარ თავთან, რეფლექსია. თქვენ გაქვთ პერიოდი, როდესაც ცდილობთ გაიცნოთ საკუთარი თავი, ასე ვთქვათ. გაიცნოთ, ანუ თქვენი უმაღლესი მე და თქვენი შინაგანი ბავშვი, ასე ვთქვათ. ესე იგი, არ მოქმედებთ თქვენ, რადგან თვით განვითარებით ხართ დაკავებული და აქამდე მიხვედით მაშინ, როდესაც გააკეთეთ არჩევანი და შესაძლებელია ეს არჩევანი ეხებოდა სასიყვარულო რომანტიულ ურთიერთობას, რადგან დაიღალეთ ბრძოლაში. შესაძლებელია თქვენ ბრძოლობდით ამ ურთიერთობისთვის და შემდეგ გადაწყვეტეთ უბრალოდ გაგაკეთებინათ არჩევანი საკუთარი თავის შესაცნობად. რაღაც ამ სტილის არის ძვირფასებო. ვისთანაც ემთხვევა, განაგრძეთ, ვისთანაც არა, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. კარგით, ვნახოთ რა არის თქვენი სულის გზავნილი, რას გეუბნებათ თქვენი სული, რა მინიშნებებს გაძლევთ, ასე ვთქვათ, რაც თქვენ შესაძლებელია გესმით, თუმცა შესაძლებელია არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საკუთარი სულის გამოძახილია. ძვირფასებო, რამე ხმაური თუ გესმით, ბოდიშს გიხდით. ესე იგი, თქვენი სულის გზავნილი თქვენთვის ახლა არის რა? პირველ რიგში მოქმედება იმოქმედეთ, გამოდით კომფორტის ზონიდან.
მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ თქვენ არ გსურთ ბრძოლა, იმიტომ რომ გაქვთ რაღაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლას ყოველთვის არ აქვს აზრი და ყოველთვის არ მოაქვს შედეგი. ამიტომ ბრძოლაში შესვლას, ბრძოლის დაწყებასაც აზრი არ აქვს. თითქოს აქ ასეთი აზრები ჩანს თქვენში. ეს აზრები ძვირფასებო უარყავით. ასე ვთქვათ, არ მიაქციოთ მას ყურადღება, არ მიაქციოთ. თქვენ მალე, ძალიან მალე მიიღებთ შედეგს, რასაც დიდი ხანი ელოდით. და ეს შედეგი თქვენ გესიამოვნებათ, ასე ვთქვათ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ. შემდეგ გზავნილი გრძელდება და არის ის, რომ ამ მომენტში საჭიროა სტაგნაციიდან გამოსვლა, უმოქმედობიდან გამოსვლა, ასე ვთქვათ. და დაწყება მოქმედებების, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედებები რომ მოგეჩვენოთ თქვენ ბუნდოვანი, თქვათ თუ გგონიათ რომ ვიღაცა რაღაც ინტრიგებს გთავაზობთ, ან რაღაც შეიძლება ყველაფერი სიმართლე არ იყოს, ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, გადააბიჯეთ ამ ფიქრებს ძვირფასებო და იმოქმედეთ. ეს ყველაფერი თუ გაითვალისწინებთ, თქვენ მოგიტანთ ბედნიერებას. ეს არის 10-იანი თასი. თქვენ მოგიტანთ იმ გრძნობას, როდესაც ადამიანი თავს სავსეთ შეიგრძნობს, როდესაც ადამიანს აქვს სრული ჰარმონია და კმაყოფილება, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის და საკუთარი ცხოვრების. ეს არის გზავნილი. და შეიძლება თქვენ თქვათ, რომ აი როგორ შევძლო ეს, როგორ ვიმოქმედო. რა გავაკეთო ამისათვის, თუ დაუშვათ მეჩვენება, რომ მოქმედებას არ აქვს აზრი. მაინც რატომ ვიმოქმედო, ან როგორ ვიმოქმედო. ამ შემთხვევაში ამოვიღოთ თქვენთვის რჩევა, თუ ასე ფიქრობთ. პირველ რიგში ძვირფასებო თქვენ გეხმარებათ, პირველ რიგში უმაღლესი ძალები გეხმარებათ, შემდეგ გეხმარებათ ადამიანი, უფრო მეტად ეს არის ქალბატონი, რომელიც ყველაფერში გვერდით გიდგათ, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს დედა და კაცების შემთხვევაში მეუღლე, საყვარელი ადამიანი და ქალების შემთხვევაში მეგობარიც კი შესაძლებელია. ანუ კიდევ რა დაგეხმარებათ ძვირფასებო, ბალანსი, ოქროს შუალედი. თქვენ ამ მომენტში საკმაოდ, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, სიგნიფიკატორი არკანი რაც ამოგივიდათ, მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ჩანხართ ამ მომენტში, 7, თქვენ ისწავლეთ, როგორ მართოთ საკუთარი ემოციები და ეს არის მთავარი. თქვენ, ასე ვთქვათ, ხელი ჩამოართვით საკუთარ თავს და მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, თქვენი მინუსებით და თქვენი პლუსებით და ეს არის თქვენი ძალა. ამ მომენტში ეს გამოგადგებათ ასევე მომავალში წარმატების მისაღწევად. ესე იგი, რჩევა არის ეს, მიუხედავად ამისა, რაღაცები რო იყოს წარსულში, რასაც თქვენ განიცდით, შეიძლება ეს იყოს შეცდომები, შეიძლება ეს იყოს სხვისი რაღაც ბრალეულობა, რო სხვამ დაუშვა შეცდომები, ან თქვენი საკუთარი შეცდომებიც კი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამ რაღაც, ასე ვთქვათ, მელანქოლიური ფიქრებისა და აზრებისა, რაც შეიძლება ზოგჯერ ცრემლსაც კი გორით თვალზე, 1000-ში ერთხელ შეიძლება. მიუხედავად ამისა, არ აუშავს, ყველანი ადამიანები ვართ ძვირფასებო და უშვებთ შეცდომებს. ფრთიანი ანგელოზები ნამდვილად არავინ არ ვართ და ამაშია ჩვენი ხიბლი. ამიტომ არის საინტერესო და აზარტული სიცოცხლე, რაც მოგვანიჭა მაღალმა ღმერთმა. ამიტომ მიუხედავად სევდიანი და მელანქოლიური აზრებისა ძვირფასებო, თქვენ, ასე ვთქვათ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის ფინანსები, აქ ჩანს დიდი რაოდენობით ფინანსები, ესე იგი, სამსახურში ან ბიზნესი თუ გაქვთ და რა, ასე ვთქვათ, რა კუთხითაც არსებობს ფინანსები თქვენ ცხოვრებაში, იქ არის, ასე ვთქვათ, ზრდა. იზრდება შემოსავლები, იზრდება ფინანსური არხები თქვენ ცხოვრებაში, რაც თქვენ გაძლევთ თავდაჯერებას და საკუთარი თავის რწმენას პირველ რიგში. შემდეგ აქ არის რა უმჯობესდება, ჯანმრთელობა, უმჯობესდება, ასე ვთქვათ,
თქვენი ფიზიკური მდგომარეობა და რა დაგეხმარებათ? აი, ამ ყველაფრის ცოდნა პირველ რიგში ეს არის საკუთარი თავის რწმენა, ხასიათი, რომელიც ბალანსდება, ასე ვთქვათ, და თქვენ ღებულობთ თქვენს, ასე ვთქვათ, მელანქოლიურ აზრებსაც და თქვენს პლუსებსაც, რაც აქ ბლომად ჩანს, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ნიჭები, ასე ვთქვათ, და ტალანტები და ამაზე შეიძლება კიდევ ერთი ვიდეო ჩავწერო კონკრეტულად რა ნიჭი გაქვთ, ასე ვთქვათ, ან რაიმე სათაურს მოვიფიქრებ. თუ იქნება ამაზე ინტერესი. ამაზე გემშვიდობებით ძვირფასებო და გისურვებთ წარმატებებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ვარიანტით და მგონია რომ მიიღეთ ის გზავნილი, რაც ასე ვთქვათ, გამოგიგზავნათ თქვენმა უმაღლესმა მემ. გადავიდეთ მეორე ვარიანტს. დაიძინა ჩემმა მარგომ, კატამ და ჩამოვარდა სიჩუმე, ასე ვთქვათ, სახლში. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ მინერალი მალაქიტი. ვინ ხართ თქვენ? თქვენი სიგნიფიკატორი არკანი. ესე იგი, ორივე ვარიანტს ამოგივიდათ. სიგნიფიკატორად უმაღლესი არკანები და თან ისეთი არკანები, რომ ორივე გამოირჩევა ეს არკანი უდიდესი ენერგიით. ენერგია, რომელიც კონცენტრირებულია შინაგან ძალაზე. ესე იგი, თქვენ გაქვთ მომავლის, ასე ვთქვათ, განჭრეტის უნარი. თქვენ გაქვთ ინტუიცია, თქვენ გაქვთ ბუნებრივი სილამაზე და ქარიზმა, რომლითაც იზიდავთ ძალიან ადვილად საპირისპიროს გეზს. თქვენ ხართ მომხიბლავი, განსაკუთრებით ღამის საათებში იზრდება თქვენი ძალა, იზრდება თქვენი ინტუიცია, იზრდება თქვენი უნარები. და შესაძლებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის სავსე ან ახალი მთვარე. ეს არ არის მთვარე არკანი, ვინც ეს გაიფიქრეთ ძვირფასებო, უბრალოდ მთვარე გამოსახულია მასზე, სავსე მთვარე და ასევე ახალი მთვარე. ასევე თქვენ შესაძლებელია გიყვართ კითხვა, ხართ შეიძლება რელიგიური ადამიანი, შესაძლებელია და თქვენში არის ძალა, რა ძალაც, ასე ვთქვათ, თქვენ გეხმარებათ ცხოვრებაში წინსვლისთვის. თუმცა ასევე აქ არ ჩანს რაღაც დიდი აქტიურობა, აქ უფრო პასიური ადამიანია, ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ესე იგი, ამ არკანის მიხედვით, წესით თქვენ არ უნდა გიყვარდეთ, ასე ვთქვათ, თავის გამოჩენა ხალხში მაგალითად, რაღაც თქვენი აზრის გახმოვანება, ინიციატივის გამოჩენა და ასე შემდეგ. თქვენ გირჩევნიათ ფარულად იმოქმედოთ ხოლმე, რათა არ მიიქციოთ ყურადღება. თქვენ ისედაც დარწმუნებული ხართ თქვენ თავში, ამიტომ არ გსურთ რაღაც ზედმეტი ხმაური გამოიწვიოთ თქვენს გარშემო. დაახლოებით ასეთია აღწერილობა ძვირფასებო. ვისთანაც ემთხვევა, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, რა თქმა უნდა, იცით რა უნდა გააკეთოთ, უნდა ასკროლოთ. კარგით, ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში. ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში ძვირფასებო, ბევრი მოვლენა აქვს და რომელი ერთი გავახმოვანო, თავარი რაც არის. ესე იგი, რაღაც მოხდა, რამაც გამოიწვია სიახლეები. მოდი რბილად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ. ამან გამოიწვია სიახლეები, რამაც შემდეგ თქვენ ესე იგი გაიძულათ აქტიურობა ამ სიახლეებმა და შეიძლება დასრულდა თქვენ ცხოვრებაში ეტაპი, სადაც თქვენ თავს გრძნობდით, ასე ვთქვათ,
დაცემულად თავს გრძნობდით შეიძლება უღონოთ, უსუსურად, იმიტომ რომ ანუ რაღაც მოვლენები თქვენზე არ იყო დამოკიდებული. ახლა პირიქით არის თქვენ ცხოვრებაში მოდის შანსები, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში ფინანსებს ეხება, თუმცა ეს არის ასევე კარი იღება თქვენ ცხოვრებაში წარმატებაზე. ეს არის ის, რაც თქვენ მიგიყვანთ, ასე ვთქვათ, მიზნამდე. ეს არის შანსი უმაღლესი ძალებისგან. ესე იგი, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში ახლა, თქვენ რაღაც შეიძლება გენატრებათ, ასე ვთქვათ, რაღაც წარსული მოვლენები, თუმცა იცით, რომ ისე უკვე აღარაფერი აღარ იქნება, როგორც იყო ადრე და ხვდებით შეიძლება ინტუიციით, რომ თქვენთან მოდის უდიდესი შანსი, რაც ითხოვს თქვენგან ასევე ძალისხმევას და მოქმედებას, გააქტიურებას, რისთვის? იმისთვის, რომ თქვენ თავი აღარ იგრძნოთ, ასე ვთქვათ, სხვებზე დამოკიდებულად. აი რაღაც დაახლოებით ასეა ძვირფასებო. ვისთანაც ემთხვევა, განაგრძეთ ნახვა. ვითომ ისე ვაყენებ კამერას, რომ ჩანდეს კარტი, თუმცა მაინც არ ჩანს. ნუ რაღაცას მოვიფიქრებ ძვირფასებო, რომ თქვენ კარტიც დაინახოთ ხოლმე. ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. კარგით, ვნახოთ მთავარი კითხვა თქვენთვის. რას გეუბნება თქვენი სული? რა გზავნილს გიგზავნით ის? რა უნდა იცოდეთ ახლა თქვენი უმაღლესი მეს, თქვენი სულის აზრით? თქვენთან შანსი მოდის ძვირფასებო, იწყება ზრდა თქვენ ცხოვრებაში, ენერგეტიკული პირველ რიგში. შეიძლება ესე იგი თქვენ ხართ გადაღლილი, შეიძლება ამ ენერგიამ რაც შემოდის თქვენში გამოიწვიოს რაღაცა უცებ, შეიძლება თავი იგრძნოთ დაღლილად, ნუ ისედაც გრძნობდით თითქოს, მაგრამ არ უნდა გაჩერდეთ ძვირფასებო, ეს არის ნიშანი თქვენი ზრდის, ეს არის ნიშანი თქვენი წინსვლის და თქვენი უმაღლესი მე გეუბნებათ, რომ ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს, ეს არის იეროფანტი, უმაღლესი არკანი. იეროფანტი ნიშნავს უმაღლესი ძალების მფარველობას და ასევე, რა თქმა უნდა, ნუ კლასიკურ ვარიანტში ეს არის, რა თქმა უნდა, დაოჯახება ძვირფასებო და გზავნილი არის ეს. თქვენ იქნებით, ასე ვთქვათ, შემჩნეული, დანახული, შეყვარებული. ესე იგი, სიყვარული მოდის თქვენთან ძვირფასებო, სიყვარული. რაც თქვენ ასე ვთქვათ, ფრთებს შეგასხამთ თითქოს ეს სიყვარული და ეს გრძნობა, ეს არ არის რაღაც ინფანტილური რომეო და ჯულიეტას სიყვარული, ეს არის მომწიფებული, გააზრებული სიყვარული, გააზრებული გრძნობა. ნუ ეს სიყვარული შეიძლება არ იყოს მხოლოდ რომანტიული, ასე ვთქვათ, ეს ზოგადად სიყვარული ძალიან ვრცელი და დიდი, ასე ვთქვათ, განზოგადების თემაა და ვნახოთ, მაშინ დავაკონკრეტოთ ეს რა სიყვარულს ეხება. ნუ მაინც ზოგადად ამოდის ინფორმაცია, თუმცა მე მაინც ასე ვიტყვი, რომ ეს ეხება რომანტიულ სიყვარულს, რაც თქვენ ვისაც არ გაქვთ ოჯახი, მიგიყვანთ ოჯახის შექმნამდე, იმიტომ რომ უკვე მეორე არკანმა დაადასტურა ოჯახური მყუდროება, ასე ვთქვათ. ეს ეხება, ესე იგი, რაც არ უნდა იყოს, რა სიყვარულიც არ უნდა იყოს, ეს ეხება ადამიანს, რომელსაც ელოდებით თითქოს თქვენ ცხოვრებაში. და თქვენ არ ღებულობთ სხვებს, აქ სხვებიც არიან, რომლებსაც თქვენ არ უშვებთ თქვენამდე, რომლების სიყვარულიც თქვენ არ გსურთ, თქვენ ელოდებით თქვენს ადამიანს. და ნუ ვისთანაც რეზონირდება ეს და ვინც მართლა ელოდებით თქვენს ადამიანს, მოვა ეს თქვენი ადამიანი თქვენთან. ნუ მივათითოთ ესე 3 თვე მაგალითად. დაახლოებით 3 თვეში თქვენი ადამიანი მოვა თქვენთან. რა თქმა უნდა, ძვირფასებო, ნახეთ. თითქმის უკვე გზაშია. ეს არის თასების რაინდი, მე ძალიან მეყვარს ეს არკანი, გიждდები თასების რაინდზე. მოვა, რა თქმა უნდა, ძვირფასებო. კარგით. ნუ ყველასთვის არ არის რომანტიული
კითხვები აქტუალური და განვაგრძოთ, რაღაცნაირად გადამავიწყდა თემა. დიახ, რას გეუბნება თქვენი სული? ანუ თქვენი სული ძირითადად სიყვარულზე აკეთებს აქცენტს და გეუბნებათ, რომ თქვენ ცხოვრებაში იქნება სიყვარული. და ეს არის მშვენიერი ძვირფასებო. რა ვიცი, ამას რა დავამატო? მოდით დავამატოთ რჩევა. რჩევა თქვენთვის. ესე იგი, რჩევა აქ არის, ნამდვილად მოდის სიყვარული თქვენ ცხოვრებაში, ოღონდ შესაძლებელია აქ იყოს ასევე მანიპულაციები, ინტრიგები, რაღაცას შეიძლება მალავდეს თქვენი ადამიანი, ვისთანაც აქტუალურია ეს სიყვარულის თემა. რაღაცას ის ბოლომდე არ ამბობს, ასევე ეჭვიანობს ეს ადამიანი. ჯერ მოსული არ არის და უკვე ეჭვიანობს. ასე არის რატომღაც. და ესე იგი იცით როგორ არის, ცოტა არის აქ ეგოიზმის მაღალი დონე. და რჩევა არის ეს, რომ თქვენ თავარი აქცენტი თქვენ თავზე გააკეთეთ, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი და თქვენ გქონდეთ თქვენი თავის რწმენა. არ მიაქციოთ ყურადღება სხვა ადამიანი თქვენზე რას ამბობს, ან რას ფიქრობს. ამას საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება, არ აყვეთ, ასე ვთქვათ, მას მის შფოთვებში. თუ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა აკლია და რაღაც დაბალი აქვს თვითშეფასება, თქვენ არ ეცადოთ, რომ აუმაღლოთ. თქვენ ეცადეთ, რომ თქვენი თვითშეფასება იყოს ადეკვატური და ეს მიგიყვანთ ბედნიერებამდე. დაუშვათ, თუ ადამიანი ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ რაღაცას მალავს, რაღაცას არ გეუბნებათ. ანუ მისი ქცევა ამაზე მიუთითებს, არ ჩაეძიოთ, არ ჩაყვეთ რას მალავს, არ კითხოთ, შეკითხვა არ დაუსვათ რას მალავს. თქვენ აკეთეთ თქვენი საქმე, თქვენ იყავით ბედნიერი თქვენი ყოველდღიურობით, ასე ვთქვათ. და გაიხარეთ, ასე ვთქვათ, იმითი, რომ ამ ადამიანს უყვარხართ, ამ ადამიანს ყველა ფიქრი თქვენსკენ აქვს მომართული, ასე ვთქვათ, ის მუდმივად დაძაბულია იმაზე, რომ თქვენ სხვისკენ არ გაიხედოთ და ამ ყველაფრით თქვენ უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, გახარებული, რომ ესე იგი ადამიანი მთლიანად მოცულია თქვენით და მთლიანად დაკავებულია თქვენით. არც ერთ ვარიანტში არ გაღიზიანდეთ და არ ჩაეძიოთ, რატო ფიქრობს ასე. არ მისცეთ საბაბი, რომ განავრცოს თემა. ვისთვისაც არ არის სიყვარული აქტუალური და საერთოდ არ გეხებათ ეს ახლა რაც ვქვი. რჩევა რა არის? თუ თქვენს გარშემო არის რაიმე ინტრიგები, манипуляციები, ვიღაცას შენიშნეთ მცდელობა, რომ თითქოს სურს, რომ თქვენ რაღაც დაგაჯეროთ, აბსურდული ჭორები მაგალითად. არ მოусმინოთ. უთხარით, რომ აი დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, უბრალოდ გასაქცევი ვარ საქმე მაქვს და გარბი ვარ, გაკოცი, აბა წავედი. აი რაღაც ასე დაიძვრინეთ თავი. უკონფლიქტოთ, ასე ვთქვათ. არ უთხრათ, რომ შენ მეჭორავები და მეჭორები არ მაინტერესებს და რაღაცები, ეს არა ძვირფასებო. უბრალოდ მოიმიზეზეთ საქმეები, რომ არ გცალიათ, თორემ დიდი სიამოვნებით მოისმენდით, დაპირდით, რომ აი მე რომ შევხვდებით, მეცლება და დაწვრილებით მომეყევი ყველაფერი. დავიწყდება რა თქმა უნდა ამ ადამიანს და აღარ ექნება სურვილი, რომ თქვენზე რაიმე манипуლირება მოახდინოს. ესეთი არის რჩევა, ანუ პრიორიტეტად დაისახეთ თქვენი თავი და როცა გარედან შენიშნავთ, საყვარელი ადამიანი იქნება ეს, თანამშრომელი იქნება, ნათესავი იქნება, თუ ვინ იქნება, რომ ზედმეც გესაუბრებათ. თქვენ მისი საუბარი საეჭვოდ გეჩვენებათ. მომენტალურად გაეცალეთ რაღაც თუნდაც აბსურდული მიზეზით. მაგალითად, რაღაც ისაყიდლად მიდიხართ და მაღაზია აიკეტება, უნდა მიუსწროთ. აი, ეს არის რჩევა, ესა და ეს მეტი არაფერი. დანარჩენი თქვენ აქ ისეთი არკანები ამოგევიდათ, რომ მიდიხართ ზრდისკენ, როგორც მენტალურად და ფსიქოლოგიურად, ასევე ფინანსურად და ეს თქვენ ყველაფერი ეს ერთად შემოგიტანთ უდიდეს კმაყოფილებას და სიხარულს.
ამაზე გემშვიდობებით, შეხვდებით მომდევნო უფრო საინტერესო ვიდეოებში.